ჩარებას ჩვენი ჟურნალისტი თიკა ანდღულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გამოშვებას კიდევ ერთი მარადიული თემით განვაგრძობთ. ლუდის წარმოებელი კომპანიების ახალი კამპანია არ გამოძირო ლუდის საინფორმაციო კამპანია უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. კერძო სექტორი აქციზის განაკვეთის გაზდას აპროტესტებს. რა მოსაოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ბიზნესი და რა ნეგატიურ შედეგებს აანონსებს ასევე ბიზნეს სექტორი. თემაზე სასაუბროთ უკვე კომპანია ზედაზენის კომერციული დირექტორი ბატონი ახაპაიჭაძე, კომპანია ნადახტარის კორპორატიული საკითხებში დირექტორი ბატონი ნიკოლოზ ფუნძაკიშვილი და ეკონომისტი ბატონი ვაჟა კაპანაძე გვერდებიან პირდაპირ ეთერში. ბატონებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ იღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. მე აქვე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ გავუკეთეთ შეთავაზება ფინანსთა სამინისტროს, რათა მათ მიიღოთ მონაწილეობა აღნიშნულ დისკუსიაში, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან ჩვენ უარი მივიღეთ, შესაბამისად ჩვენ დღეს მთლიანად ტრიბუნას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და ეკონომიკის ექსპერტს დაუთმობთ. ბატონო კახა, დავიწყოთ თქვენით, ვინაიდან და რადგანაც ბატონო ნიკოლოზ საკმაოდ არაერთხელ უსაუბრია თემაზე და ზოგადად პრობლემატიკაზე, შინაარსზე ასევე. თქვენი აზრით ზოგადად აქციზის გაძვირება, თქვათ რა პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ წარმოებას და ასევე მის რეალიზაციას უკვე შემდეგ ქართულ ბაზარზე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ჩვენ სანამ აქციზის გაძვირებამდე მივიდოდა საქმე, ჩვენ განვისდით მნიშვნელოვან პრესინგს თვითღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, სანამ ყველაფერს თავი დავანებოთ, ლარმა უკვე კარგი ხანია, რაც დაიწყო თავისი სვლა დევალვაციისკენ, შესაბამისად ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე, აუცილებლად აქ ლაპარაკი არის მაღალი ხარისხის ნედლეული შესყიდვაზე და დიდ ნაწილს ჩვენ ნედლეულისას ვღებულობთ ევროპიდან ვალუტაზე, შესაბამისად გაძვირებული დოლარი მოგახსენებთ საერთაშორისო ვაჭრობის ვალუტაა, გაძვირებული დოლარი გვიძვირებს ჩვენ თვითღირებულებას. ამას წინათ მოხდა ის, რომ გაზის ტარიფი გაგვიძვირდა. შესაბამისად ჩვენ როდესაც ვაკეთებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, ისედაც მაღალი თვითღირებულება კიდე გაგვიძვირდა, ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა ავწიოთ ხარისხის სტანდარტი, ამიტომ ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი. იმ ფასში უკვე ჩვენ ძალიან გვიჭირს დატევა. ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა იმისათვის, რომ ეს შემოტევები თვითღირებულებაზე გაგვენეიტრალებინა, იმით რომ გაგვეზარდა გაყიდვები საექსპორტო ბაზრებზე. დიახ, და რა მოიტანა ამ ყველაფერმა ამ ცდილობამ? ჩვენ რა თქმა უნდა წელს მნიშვნელოვნად გაგვიზრდება გაყიდვები საერთაშორისო ბაზრებზე. კი ბატონო, შეიძლება იყოს ბოლო პერიოდში თუ ავიღებთ ქრონოლოგიას, მე მინდა მცირედი გადახვევაც მოვახდინო, იგივე ერთ-ერთი ანალიტიკოსის კომენტარში თქვა არაერთხელ მომისმენია, როდესაც ის საუბრობს, რომ თქვა ადგილობრივ სამართალდაალღვევათა კოდექსში როცა შევიდა ცვლილებები, რაც თავისთავად გძალავს იგივე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როდესაც ლუდისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ამ ყველაფერმა 22-დან 23%-მდე შეამცირა, თქვა ლუდის გაყიდვები. ეს მისი პათოსია. ამას ემატება იგივე დევალვაცია, რაზეც თქვენ საუბრობდით, რამაც თავისთავად გამოიწვია პირდაპირ პროპორციულად თქვა იმპორტის გაძვირება ამ შემთხვევაში. საბოლოოდ ჩვენ თუ შეგვიძლია 2015 წლის დასაწყისში ვისაუბროთ უკვე და პროცენტულად გამოვსახოთ ის დანაკარგები, რაც ამ შემთხვევაში თქვენმა კომპანიამ მიიღო. ჩვენ დანაკარგებზე არ ვლაპარაკობთ, ჩვენ როგორც წესი ძალიან ოპტიმისტურად ვდგებით ხოლმე ყველაფერს. მოგეხსენებათ ზუსტად რომ იმ პრობლემების მიუხედავად მე კიდევ აღარ მიხსენებია ეს საკანონმდებლო განვითარება, როდესაც ხალხს მოხმარებელს რამის საკუთარ ეზოშიც აღარ აძლევდნენ ლუდის დალევის საშუალებას. ჩვენ გაგვიძვირდა რა თქმა უნდა თვითღირებულება და უკვე ეს გაძვირებული აქციზით, რომელიც 1 მარტიდან შემოვა ძალაში, ჩვენ ფაქტურად გაგვიყვანს ლუდის ღირებულება გახდება ალბათ ღვინის ფასი და უკვე ისეთ მასშტაბებში ამას უკვე ცხადია ერთად მივადევნებთ თვალს. ბატონო კახა, აუცილებლად დაგიბრუნდებით, აუცილებლად, თუმცა შემდეგი კითხვით უკვე ბატონ ნიკოლოზთან გადავდივარ, რომელიც არაერთხელ ყოფილა ამავე თემით ბიზნეს კონტაქტის სტუმარი. ბატონო ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე მაინტერესებს რა გონივრულ ვადაზე მინდა გკითხოთ, ის ვადა, თქვა რაც მიეცათ კომპანიებს ამ შემთხვევაში გადასაიარაღებლად და ასევე საკუთარი გეგმების სტრატეგიის შესაცვლელად. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, როდესაც საქმეები ეხება თქვა ევროპაში იგივე რეგულაციებს, თქვა კომპანიები, ასე თქვა სახელმწიფო არის ვალდებული 6-დან 8 თვის განმავლობაში ჩააყენოს
ამ შემთხვევაში ლუდის წარმოებელი კომპანიები, რათა მათ მოახდინონ საკუთარი სტრატეგიის ცვლილება, ასევე გადაიარაღება და მთელი რიგი მიმართულებების დანერგვა, რაც თან ახლავს ცვლილებებს. ამ შემთხვევაში საქართველოში, თქვათ, ლუდის კომპანიების მიმართ შეთავაზებული ეს დრო, რამდენად ჩდება გონივრული ვადების ჩარჩოში, ასე ვთქვათ, თქვენი აზრით. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუდიაში მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის გონივრული ვადა. ჩვენთან კომუნიკაცია, როგორც არაერთხელ ვახსენეთ, დაიწყო ნოემბრის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია უკვე იყო შეტანილი პარლამენტში დასამტკიცებლად და პირველადი შემოთავაზება იყო 1 იანვარი, გადაგვიწია შემდეგ 1 მარტი, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ჯდება იმ კარგ, ასე ვთქვათ, გონივრულ ვადაში, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით. და ერთი კარგი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, მაგალითისათვის გარემოსა და გარემოს დაცვის სამინისტრომ მას შემდეგ რაც დაიწყო მუშაობა ნარჩენების მართვის კოდექსზე, დღიდან ამ კანონის ინიცირებისა წელწადნახევრის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას და პრაქტიკულად ერთად საუბრობდით და ვიღებდით ასე ვთქვათ კონსულტაციებს იმისათვის რომ ეს მართლაც კარგი კანონის შექმნა იყო. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და შედეგად მივიღეთ ის რომ შემოთავაზებული მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად კარგად გააზრებულად შეგვეხება, 4 წლის შემდეგ ამოქმედება. ანუ, როდესაც სახელმწიფოს ერთი შტო ამ შემთხვევაში გარემოს დაცვის სამინისტრო ასე კონსტრუქციულად უდგება საკითხს და პრაქტიკულად 4 წელს გვაძლევს ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, რომ 4 წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს რაღაცა თქვათ რეგულაცია, ჩვენ თითქმის 100% დარწმუნებული ვიყავით, რომ არც აქციზის გაზრდა, არც სხვა რეგულაციები არ მოხდებოდა ასე თქვათ უცაბედად. მივხვდით ხო რაზე. კი ბატონო, მე თქვათ მომისმენია არაერთხელ რომ როდესაც დაიწყო თქვათ საკითხის განხილვა, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა თქვათ კერძო ბიზნეს სექტორის საქმის კურსში ჩაყენება, რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი ეს არ შეესაბამა. რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც იქნა ეს შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივა, მხოლოდ მაშინ გავიგეთ. დიახ, ანუ ამას გულისხმობ, ანუ წინ უსწრებდა თქვათ საქმის განხილვა ბიზნესის საქმის კურსში ჩაყენებას. რა თქმა უნდა. ანუ პოსტფაქტუმ დავიწყებთ კონსულტაციები. კი ბატონო, ვინაიდან და რადგანაც დრო საკმაოდ მცირეა და ჩვენ ახლა სარეკლამო პაუზაზე უნდა გავიდეთ, თუმცა სანამდე სარეკლამო პაუზაზე გავალთ, მე მინდა ექსპერტს შევაფასებინო ეს ყველაფერი, ბატონი ვაჟა კაპანაძე იმყოფება ჩვენთან სტუდიაში, ბატონო ვაჟა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე მაინტერესებს თქვენი აზრით, თქვენი ხედვებით, რამდენად მოითხოვა ეს ყველაფერი ევროდირექტივამ და ასევე თქვენი აზრით, რამდენად რა შეიცვლება რეალურად ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიებისთვის. მოგესალმებით ბატონო სანდრო, მე აბსოლუტურად დავეთანხმები მეგობრებს, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ ცვლილება, რომელიც მიიღო მთავრობამ და შემდეგ დამტკიცდა პარლამენტში, ძალიან შემჭიდროებულ ვადებში იქნა მიღებული და მე ჩემი ნება რომ იყოს, მე მხარს დაუჭერდი საკონსტიტუციო იმ ცვლილებას, რომ როგორც წინა ხელისუფლებამ გააკეთა გადაკვრის განაკვეთების ცვლილებაზე კი არ უნდა იყოს რეფერენდუმი გამოცხადებული, არამედ ესეთი კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ესეთი ცვლილებები არანაკლებ 6 თვის წინსწრებით უნდა იყოს შესული მოქმედებაში. კი ბატონო, მე ეს მაგალითიც მოვიყვანე, რაც ევროპაში არსებობს 6-დან 8 თვემდე. დიახ, ეს აბსოლუტურად მისაღები და გონივრული წინადადება, მე ამაში რა თქმა უნდა მხარს ვჭერდი. რაც შეეხება თვითონ ასე ვთქვათ ამ გადაწყვეტილებას. მისი ანალიზის დროს, როდესაც მის ანალიზს ვაკეთებდით, იკვეთება, რომ ამ გადაწყვეტილებას ფისკალური სარჩული არ ქონდა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ალბათ პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ განცხადებები, ვინაიდან ვინც ამ პოლიტიკური არსი რაში მდგომარეობს თქვენი აზრით, იმიტომ რომ მე მინდა მოვიყვანო მაგალითად ბევრი უმრავლესობის წევრით, მაგალითად ბატონი გოგი თოფაძეც, რომელიც თქო წინააღმდეგი წავიდა ამგვარად. დიახ, გეთანხმებით, იმიტომ რომ ეხლა ლუდის მწარმოებლებს საკმაოდ კარგი ლობი ყავთ პარლამენტში მრეწველების სახით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველა არგუმენტს მოისმენდნენ მთავრობის მხრიდან, მაგრამ მთავრობა მტკიცე იყო თავის გადაწყვეტილებებში, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური მოთხოვნა ამ ევროკავშირის ასე ვთქვათ ხელშეკრულებასთან ამ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩვენ მიერთებას უკავშირდებოდა და ხშირად ახლავს ხოლმე ესეთ გადაწყვეტილებებს თამდევი რაღაც ესეთი დამატებითი მოთხოვნები და მე უბრალოდ ლოგიკა ვერ დავინახე ევროკავშირის მხრიდან რატომ მაინდა-მაინ ლუდზე და არა ვთქვათ სხვა მაღალი ალკოჰოლური შემცველობის სასმელებზე. თქვა აქციზი, თქვა ალკოჰოლურ სალფათად ეკება, თუმცა ასევე თამბაქოზე ვრცელდება ეს ყველაფერი, თუმცა ცალკეულ ასპექტებს უკვე ბატონებო ჩვენ რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ, სარეკლამო პაუზის დროა, რეკლამა მალე გაივლის, ასე რომ შარჩით